სოფლის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები თქვენ უყურებთ ქრონიკას 2-ზე. საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილი არიკოთის უღელტეხილზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარის და გურის რეგიონებში მოძრაობა შეუფერხებლადაა შესაძლებელი. შეზღუდვები შენარჩუნებულია მაღალმთიან რეგიონებში. მცხეთა, სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური, კობის და სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთებზე, დარიალის ხეობაში ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო მლეთა გუდაურის, კობის, სტეფანწმინდის მონაკვეთებზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ქვეშეთის ათურების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება გაჩერება, ქუთაისის ტყიბული ამბროლაურის მონაკვეთამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასე შეზღუდულია მოძრაობა ზუგდიდი, ჯვარი, მესტია, ლაზდილის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე. გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გუდაური, კობის მონაკვეთზე უკვე დაახლოებით 80% მთლიანად გზის ამ 12 კილომეტრიანი გზის გაჭრილია და კვლავ აგრძელებთ მიმართულებით კობის მიმართულებით გზის გაწმენდას. ჩვენ ვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე იქნება გზის სავალი ნაწილი გაწმენდილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად აღდგება საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე, ვინაიდან გარემოს დაცვის სამინისტროსგან ჩვენ გვჭირდება საბოლოო ნებართვა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.